საქართველოს ვერ დაატყუებ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მარშის მონაწილეები ვერის ბაღში შეიკრიბნენ და რუსთაველზე გადაინაცვლეს. ისინი სიმბოლურად ხელებს შეკრულები გადაადგილდებოდნენ. პარლამენტთან კი პერფორმანსი მოაწყვეს და შეკრული ხელები გაითავისუფლეს. თამარ ჩერგოლეიშვილი კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილი პოლიციაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას მოითხოვს. მისი დაბარება სავარაუდოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებულ განცხადებებს უკავშირდება. ორი სატელეფონო საუბარი 2 დღეში ზელენსკი ტრამპს დღესაც ესაუბრა. მისი ინფორმაციით საუბრის თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული სექტორი იყო. ისრაელი ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით გათავისუფლების პროცესი ხვალ დილიდან უნდა დაიწყოს. როგორც კი ისრაელი დაადასტურებს, რომ მიიღო ყველა მძევალი, დავიწყებთ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, აცხადებს ნეთანიაჰუს პრესსპიკერი. მექსიკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში სტიქია, დაღუპულია 40-ზე მეტი და დაკარგულია 30-მდე ადამიანი. ძლიერმა წვიმებმა რამდენიმე შტატში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები და სახლები.